რო არ ვილაპარაკოთ ხაჭაპურზე არ არსებობს. გაცხარებული დავა ასევე არის, რომ არა ჩვენი იმერული არის დედა ხაჭაპურების. ეგრელები ამბობენ, რომ სულგუნი თუ არ დაადე ზემოდან მან მოახერხე ის რა ხაჭაპურია. იცი რა არის, ძალიან ბევრი ხაჭაპური არის. რომელია პირველი, რომელი არის დედა? აბა, ვერ ვიტყვი. ვერ იტყვი თუ არ იტყვი. არა, ვერ ვიტყვი და მაცა ვერ ვიტყვი, იცი? ხო. იმიტომ რომ ხაჭაპური ყოველთვის იყოს საკრალური კერძი. კი. მრგვალი ჯვარს დაუსვამდნენ. საკრალური კერძები უბრალოდ ტრადიციაში გადმოვიდა და ტრადიციაში გავრცელდა კუთხურად ყველამ თავისებური განსხვავებული ხაჭაპური აჩუქამზე. უნიკალური როგორც მესხური ხაჭაპური, მე ვერ ვიტყვი რომ რომელიმე ხაჭაპური ისეთი შრომატევადი არის და ისეთი უნიკალური არის. აი ალუდა ჯვარაძეს აქვს ფანტასტიკური მასტერკლასები თავის ოდაში. ნახე რა შვება, ერთი გუნდა ცომი აქვს, რომელიც ერბო კონში ზილავს ამ ცომს, აფრთხილებს და მე ამას როგორც ზეწარს ეს ეშლის. აი ესე იშლება როგორც ზეწარი, მე ისე ერბოთი იკვებება, ყველით და მე იკეცება და უკვე ფენოვანი ხაჭაპური იქმნება. როცა ჩვენ დანარჩენი ყველა ხაჭაპური, რომელსაც ვუყურებთ, ხო, მოუძლეს უმი, გავზე, ჩავდე და გავშალე და ტაფაზე დავაგდე და გამოვაცხე. ესე იგი მესხური ყოფილა შენთვის დედა. მოდი ესე ვიტყვი რა. როგორც მესხს, როგორც ყველაზე შრომატევაც, როგორც ყველაზე ნაკლებ პოპულარული ხაჭაპური არის მესხური ხაჭაპური. მაგრამ მიყვარს ყველა ხაჭაპური, სადაც ცომი და ყველი არის, ყველაფერი მიყვარს.